ზის თუ არა ქართულ ციხეში როლანდ ახალაიას პირადი პატიმარი 19 წლით თავისუფლების აღკვეთა გადასახადების დამალვისთვის. დოკუმენტი, რომელიც ნაპო გაბისონიას ბრალს ამტკიცებს, სასამართლოს არ გამოუთხოვია და მისი შედგენა საერთოდ შეუძლებელი იყო, ვინაიდან გაბისონიას კუთვნილი შპს სოფტექნიკი არავის შეუმოწმებია. აცხადებენ დაკავებულის ოჯახის წევრები და ხელს მხარის ყოფილ პროკურორს როლანდ ახალაიას ადებენ. რაში ადანაშაულებენ როლანდ ახალაიას თემაზე პაატა ლაგვილაო მუშაობს და ის ახლა ზუგდიდიდან პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება. გისმენთ. ნაპო გაბისონიას ოჯახის წევრები და მისი ადვოკატი როლანდ ახალაიას გაბისონიას როლანდ ახალაიას პირად პატიმრად მიიჩნევენ. ისინი ამბობენ, რომ საქმე ეხება 90-იან წლებში ნაპო გაბისონიას მიერ როლანდ ახალაიასთვის გასესხებულ $800, რომელიც გაბისონიამ მისი კომპანიის ფინანსური კრიზისის დროს მას მოსთხოვა. ეს იყო 2007 წელი. სწორედ ამის შემდეგ მალევე აკავებენ ნაპო გაბისონიას მის სასამართლო პროცესზე. მხარის არაერთი შუამდგომლობა იყო დაყენებული, თუმცა არც ერთი არ დაუკმაყოფილებია არც ერთი ინსტანციის სასამართლოს. მხარე ითხოვდა, რომ მომხდარიყო ფინანსური შემოწმება და დოკუმენტების აღწერა თუ რისთვისაც იყო გაბისონია დაკავებული, თუმცა სასამართლო არ აკმაყოფილებდა ამ დოკუმენტების აღწერას და ახლობლები მიიჩნევენ, რომ სწორედ ამ ყველაფრის უკან იდგა როლანდ ახალაია. ის იყო დაინტერესებული ასევე იმ ფართობით, რომელსაც ფლობდა შპს სოფტექნიკა ქალაქ ზუგდიდის ცენტრში. 4 ჰექტარი მიწის ფართობი იყო ეს და ადანაშაულებს ადვოკატი დაკავებულის, რომ ამ მიწით იყო დაინტერესებული. ახალაია ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ დაკავებული შვილის და ასევე მისი ადვოკატის კომენტარები. საქმის მასალების მიხედვით იყო თითქოს და სააქციო საზოგადოება ზუგდიდის სოფტექნიკა ექსპორტზე ყიდდა საქონელს მაღალ ფასში და სიამბლეში თითქოს და ფიქსირდებოდა დაბალი ფასები. აი ეს იყო ძირითადი დავის საგანი. მაგრამ პროკურატურას არც ერთი დოკუმენტი ამ ფაქტის დამადასტურებელი არ გააჩნია. მიზანი, მე როგორც იურისტი ვასკვნი, რომ მიზანი იყო ამ წარმოების დაუფლება. თუკი ესენი აქ ხანგრძლივი პატიმრობით მოშორდებოდნენ ამ წარმოებას, მაშინ ადვილად იყო ამის ხელში ჩაგდება, უზარმაზარი წარმოება იყო. როლანდ ახალაია ბრალდებებს არ პასუხობს. ჩვენ შევეცადეთ მასთან გასაუბრებას და დაუსვით კითხვები იმაზე, რასაც გაბისონიები აცხადებენ, თუმცა ის დუმილს ამჯობინებს. გაბისონიებმა უკვე შეიტანეს მთავარ პროკურატურაში საქმის ხელახალი გამოძიების თხოვნით საჩივარი, ასევე საქმე აღძრულია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. თემის დეტალებით თუ რა ხდება გაბისონიას საქმესთან დაკავშირებით ჩვენ უკვე 9 საათზე მოგიყვებით. ვასილ? მადლობა პაატა, ზუგდიდიდან პირდაპირ ეთერში პაატა ლაგვილავა საუბრობდა.